მობით კიდევ ერთხელ ძვირფასო მსვენელებო და მაყურებლებო მეგობრებო, ახლა მე თქვენ მინდა შემოგთავაზოთ არხი AstraLeonikas ვიდეო, სადაც ჩამოართვეს ინტერვიუ ერონ მაკოლუმს. ელონ მაკოლუმი იყო სუპერ ჯარისკაცი, რომელიც ასრულებდა ჩრდილო ოპერაციებს და ზღვის კარიბჭეების პროექტში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ რამე დაგითხათ იცი? ეს არის მეორე ნაწილი ამ ვიდეოს. ამიტომ მე ამ ვიდეოს ავტვირთავ ამ მეორე ნაწილს, დავაფიქსირებ, რომ ეს მეორე ნაწილია. იმიტომ რომ ძართულია მოძებნა ნაწილების თვითონ თუ არ ამოტივტივდა. ამიტომ მე თქვენ მეორე ნაწილს აგიტვირთავთ ახლა, გადავთარგმნი და ავტვირთავ. და თუ შევხვდა შემდგომ პირველი და მესამე ნაწილი, თქვენით მიხვდებით, მე ხო დანომრამ, ეს იქნება მეორე ნაწილი ვიდეოსი. ხო და აქ მე ამომიგდო მხოლოდ მეორე ნაწილი, პირველი და მესამე ნაწილი არ ჩანს. მაშინ დავიწყოთ. გადათარგმნილია კოსმოსური ცნობიერებით. არის ასეთი კომპანია, ხო, კოსმოსური ცნობიერება YouTube-ზე, რომელიც თან ჩერკასოვი და ეს კოსმოსური ცნობიერება მარგად ეხმარება არხ AstraLeonikas ვიდეოების გადათარგმნაში. ხო, ახლა დავუსვეს ასეთი კითხვა და რას ნიშნავსო ღამის ოპერაცია? ხო, დაგავიწყდეთ, რომ ეს არის მეორე ნაწილი. ღამის ოპერაცია არისო, როდესაცო მაგალითად რომელიმე სახლში იმ სახლში დავალებაში რომელიც აღნიშნულიო, მაგალითად ამბობს ერონ მაკოლუმი, შენ თინავსო, მაგალითად ეს შენი სახლიაო, შენ თინავსო ამ სახლში. დადგება მომენტი, როდესაც ჩვენ გვაძლევენ მწვანე შუქს. ერთი წუთით მე თქვენ ამ კაცის სახეს განახებთ. აი ეს არის ის პიროვნება, ვისაც ჩამოართვეს ინტერვიუ. ეს არის სუპერ ჯარისკაცი ყოფილი. გონი კარგად ჩანს, ხო? სხვათაშორის ეს დაუჯახებულია. რასაკვირველია, ჩვენ თუ სახლს აქვს სიგნალიზაცია, ამ სიგნალიზაციას ვთიშავთო. ასეთი ოპერაციისთვის მე ავიყვანდიო რამდენიმე ადამიანსო, 2, 3 ან 4-ო გუნდში. ერთი შემოვიდოდა ბალკონიდან, მეორე მთავარი შემოსასვლელი და მესამე ფანჯრიდან და ასე შემდეგო. ჩვენ შევიდოდითო შენ სადინებელში, შეიყვანდითო კოქტეილს, რაღაც პრეპარატები ჩამოთვალა, არ მინდა ამ პრეპარატების ჩამოთვლა და ის რომ ჩვენ შევყავსო ეს პრეპარატები, რომელიც მან ჩამოთვალა, ამას აქვს მიზეზიო, რადგან ეს შენი გატაცება უნდა გამოიყურებოდესო, თითქოს შენ გაგიტაცესო უცხო პლანეტელებმა. დიახ, ხდებოდა უпроსტად ადრე ისე, რომ ზოგჯერ სამხედროელები იტაცებდნენ ამა თუ იმ პირებს, შემდეგ კი აბრალებდნენ უცხო პლანეტელებს და პრეპარატები შეყავდათ ისეთი, რომ галлюცინაციები გამოეწვიათ გატაცებულებისთვის და გატაცებულებს გონებოდათ, რომ ისინი გაიტაცეს უცხო პლანეტელებმა და სინამდვილეში კი იტაცებენ სამხედროელები იტაცებდნენ. მოდით ყველაფერი ვთქვათ წარსულში. სინამდვილეში კი იტაცებდნენ საიდუმლო პროგრამის მონაწილეები ან სამხედროელები. არა, შემთხვევებიც იყო, რომ უცხო პლანეტელები იტაცებდნენ ადამიანებს. შემდეგ შენ გაგიყვანდითო, ჩავკეტავდითო ყველაფერს, აგიყვანდითო შენ მანქანაზე ან თითქოს ხომალდზე. ინტერვიუს ართმევს ქალი, გაჩვენეთ ახლა ამ ქალს. აი ეს ქალბატონი ართმევს ინტერვიუს, ინგლისურად ელაპარაკება, მაგრამ აგრეთვე ვიდეოებს თარგმნის თვითონ ჩერკასოვი და ჩვენო ჩავკეტავდითო კალებს და ეს ქალი ეკითხება მეზობლებიო, მეზობლები ხომ გნახავენო და ამაზე რა სიტყვიო. ნუ ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენსო, უპასუხა ერონ მაკოლუმმა, რადგან ჩვენ უხმაუროთ ვაკეთებთო ყველაფერს.
და ჩვენ ამის არ გვეშინია, რომ ვინმე შეგვამჩნევსო ან გნახავსო. ისე უხმაუროთ ვაკეთებთო ყველაფერს. ეს ქალბატონი ეკითხება, შენ თქვიო რომ შენ ბევრჯერ გაგიტაცესო და ისიც თქვიო რომ შენ უცხო პლანეტელებთან მუშაობდიო. რუხებთან ხო უფრო? დიახო, უფრო რუხებთან მუშაობდიო. და ეკითხება წამყვანი, შენ გახსოვსო მე ეს ყველაფერი? არაო, მე მაშინაც კი მიჭირდაო ამასთან შეგუება, რომ ვიღაც უცხო პლანეტელები მიტაცებენო და მაგთან კონტაქტობდიო. ეს მიკვირდაო მე მაშინაც კი დამრთულად ჯეროდაო ამისი. რატომ და იქ მაგათ ხომ მე მეხსიერებას უშლიან და რაღაც მონაგონები აწუხეთ მე ამათ მოგვიანებით, მაგრამ ეს გონიათ ან სიზმარი ან არჯერად ამისი გონიათ რომ რაღაც მოეჩვენათ. და როდესაც 2008 წელსო მე გამომიძახესო ისევს სამხედრო მსახურებაში, ყველაფერი ეს წვრთმანები, რაც მე მახსენდებოდა, რაც მე ჩვენები და ეს ყველაფერი იყო დადასტურებული. მე არ ვიცოდი, რას წარმოადგენი, ვინ ვიყავიო. მე გამიტაცესო სამხედროელებმა და მე მიყვანესო გენერალთან. ამ გენერალმა გახსნაო ჩემი დოსიე და მაჩვენაო ყველაფერი, რასთანაც კი მე მქონდაო შეხება. რაშიც დამოყვაო იმ ოპერაციებზე, რაშიც მე ვიხებდიო მონაწილეობას. ამათ ჰქონდათო ყველა ფოტოები, ყველა ჩემი მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთებიო, თუ რომელ ოპერაციებში მივიღეო მე მონაწილეობა და ჩემ დოსიეში ეწერაო, ესე იგი სტარშინა უფროსი მეორე კლასის სტარშინა, იქვე აგრეთვე ეწერაო ჩემი სერიული ნომერი და ისიც ეწერაო რომ მე ვიყავიო მოკლული ბრძოლაში 1999 წელს. არა და მე ცოცხალი ვარო, მაგრამ მე გამასახესო როგორც კვტარი ბრძოლაში დაღუპული. და იმათვის ვინც არ უნდა იცოდეს ჩემ არსებობაზე, მათთვის მეო ვიყავიო კვტარი. წამყვანი ეკითხება, კი მაგრამ შენ ხომ ყველას დასანახავად ცხოვრობო ამგვარი და ამ სახელით? ხომ არ ემალებიო? და კიდევ ეუბნება წამყვანი, მე მინდაო გავარკვიო თუ შენ რატო გაძლევ უფლებას, ნებას ასეთი ინტერვიუ ჩამოგართვანო, რომ ასეთ რაღაცები ილაპარაკო. არაო, მე ყველაფრის თქმის უფლებას არ მაძლევენო. მე ზოგჯერ მემუქრებოდნენო, ჩემი ოჯახის წევრები ძღებულობდნენო მუქარას, ჩემ სიცოცხლეზეც ხდებოდაო თავდასხმა. ერთხელ მანქანაც დამიჯახაო. მოწმეებმა თქვესო, რომ მანქანა მოდიოდაო სიჩქარით 50-60 კმ/სთ-ში და ამ სიჩქარით შემეჯახაო. მეო გადავდიოდიო ტროტუარს, მწვანე შუღლით, ჩემი გზა იყო გახსნილი და ამ დროს გამოჩნდაო ეს მანქანა. და წამყვანა კითხა, შენ რომ მანქანაზე იჯექიო? არაო, მე ფეხით მოვდიოდიო და გადავდიოდიო ტროტუარს. მე გავithიშეო, გავიხვითიო რეანიმაციაში და ექიმების გასაკვირათო არაფერი არ მტკიოდაო, არაფერი არ მქონდაო დაზიანებული და ექიმებსაც უკურდათო, მაგრამ მაინც დამტოვენო, რომ საკონტროლო გამოკვლევა ჩაეტარებიათო ჩემთვის. როდესაც მე ვიყავიო ჯარისკაცი და ვიყავიო სხვებივით, აი დაასახელა ვიღაცები, ჩვენო არ უნდა შეგვამჩნიონო, რომ ჩვენ რამეს გზნობთო. ან თუ ჩვენ მართლა გზნობთო რამეს, ჩვენ ეს უნდა დავმალოთ, თორემ პერე, ესე იგი, გადაპროგრამირებას გვიკეთებენო. გაგვიკეთებენო გადაპროგრამირებას, რომ ჩვენ გზნობებს, ჩვენი გზნობები არ დამალოთ იმ შემთხვევაში, თუ მართლა გვაქვს რაღაც გზნობები, თუ გამოგვიღვიძაო რამე გზნობები. მოგვიანებითო მე დავამყარეო კავშირი იმ ადამიანებთანო, ვინც იყო ჩემ ჯგუფში. და როდესაც მე დავამყარეო ეს კონტაქტი, უეცად ეს ხალხი ქრებოდაო, ან როდესაც მე ვცდილობდიო რამე ინფორმაციის
მიიღებასო ამ ხალხისგანო და მათ ურეკავდიოდო წინასწარ რომ მოლაპარაკებოდიო შეხვედრაზე მეორე დღეს ხალხი მირეკავდაო და ვარს ამბობდნენო ჩემთან შეხვედრაზე მეუბნებოდნენ რომ ჩვენ შენ არ გვიცნობო და მეორედ არ დაგვირეკო და როდესაც მე ვცხოვრობდიო ფენიქსში გამოჩნდა ერთი ადამიანი მან მითხოვო რომ მუშაობდა რომელიღაც კომპანიაზე და ეს პიროვნება არ ეთანხმებოდაო იმას თუ რას ხდებოდაო ჩემ ირგვლივ და მან დამეხმარაო მე პენსიის მიღებაში და ამ ჩემ პენსიას მე დღესაც ღებულობო მაგრამ ეს პიროვნება მოვიდაო და წავიდაო და მე არ ვიცნობო იმ ადამიანზე არც ვიციო ვინ არისო რას წარმოადგენსო ერონ აკოლუმი ამ ეუბნება წამყვას მოდიო მე ხა შენ მოგიყვებიო პროექტს ზღვის კარიბჭეები თავიდან იმისთვის რომ ხალხმა ვინ ჩვენ გვისმენსო კარგად გაიგოსო თუ სინამდვილეში ეს ოპერაცია რას ნიშნავსო ეს ამბავი მოხდაო 30 წლის უკან ვენესი და რაღაც ორგანიზაცია ყოფილა რომელიც იკვლევდა ოკეანესთან დაკავშირებულ მოვლენებს ატარებდა თან კვლევებს ისინიო იმ მომენტში რაღაც ექსპერიმენტებს ატარებდნენო ვირგინიის კუნძულების რაიონში და პუერტო-რიკოში ეს იყო მიწის მაპატიეთ ეს იყო წყლის ქვეშა გამოკვლევები და რითიც აკეთებდნენ ამასო მე იმ დროსო არ ვიცოდიო მაგრამ ეს კი ვიცოდიო რომ რაღაც კვლევებს ატარებდნენო და მათ ჰქონდათო გეორადარი და ისინი იყენებდნენ ამ გეორადარს და ამ გეორადარის დახმარებითო რაღაც იპოვესო რაღაც ისეთი დიდი ფსკერის ქვეშ პუერტო-რიკოს სანაპიროდან არც ისე შორს დაიწყო გათხრები და მაგათმა მიაგნესო ნახესო რაღაც დიდი ობიექტის მაგვარი რომელიც აშენებული იყო არა ადამიანებით არამიწიერი ადამიანებით და არ დაგავიწყდეთო რომ იმ დროსო ამერიკას უკვე ქონდაო ხელშეკრულებები შეთანხმებები რამდენიმე უცხოპლანეტარულ ცივილიზაციებთანო ანუ რასებთან რუხებთან რეპტილოიდებთან და კიდევ იმ უცხოპლანეტელებთან რომლებსაც აინტერესებდათ რაღაც საკითხები და მათთან თანამშრომლობით ამ თანამშრომლობის დახმარებით შეძლეს ბევრი რამის გარკვევა და შემდეგ მათ მოუწიათ უკანა პროექტირების მეთოდით რაღაც შექმნათ უკანა პროექტირების მიხედვით აი ცოტა მის ახლა თემას გადავუხვალ თუმცა რასაც მე ხა ვიტყვი ამ თემასაც ეხება მაგალითად თავიდან როცა ყვებოდნენ უცხოპლანეტელებზე ამბობდნენ რომ რუზველტში მოხდა ავარია მაგრამ ზოგი ამბობს რომ ეს ავარია ხელოვნურად მოახდინეს იმისთვის რომ ადამიანებს დედამიწელებს ჩავარდნოდათ ხელში ეს ტექნოლოგია დედამიწელებმა აი იმ დროს ვინც იყო უფროსი იგივე NASA იგივე რა ქვია დამავიწყდა იმ სააგენტოს ЦРУ ხო ისინი მაგასთან ჩაიგდეს ხელში სავარძელი ეს იყო სადღაც გონი თვარცდები ომის შემდგომი პერიოდი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი და ხომალდი უკანა დაპროექტირების მეთოდით სცადეს ბევრჯერ შეექმნათ და კიც მოახერხეს ეს მაგრამ ეს შემთხვევით არ იყო ხალხს ნელ-ნელა უგდებდნენ ტექნოლოგიებს და ეგერ გიტლერმა შექმნა როდესაც გაიცნო გაიგო რომ მარია ორშიც აქვთ კონტაქტი უცხოპლანეტელებთან
ალდებარანიდან სინამდვილეში მათ ეკონტაქტებოდნენ ალდებარანელები კი არა, ეკონტაქტებოდნენ რეპტილოიდები, ეს დრაკონიელები და როდესაც გიტლერმა ეს გაიგო, მან ხომი დაიწყო, ხო უნდოდა მთელი სამყარო დაიპყრო. მერე მან შეცვალა თავისი ინტერესები, შექმნა ანანერბე ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეს საკითხები რომ გაერკვიათ, შემდეგ ეს თავისი ასე ვთქვათ ეზოტერიკური საზოგადოება ანანერბე, მე საზოგადოებას ვუძახი ამას, ან თუ გინდათ რაც გინდათ ის დაუძახეთ. მთელი ის ადგილები აქვთ შემოვლილი, სადაც გიტლერს იმედი ჰქონდა, რომ რამეს მიაგნებდა და ზოგ ადგილებში კიდეც მიაგნო. ლაი ლამასაც ჰქონდა გიტლერის ხალხთან ურთიერთობა და რაღაც გადასცა, მაგრამ გიმლერს გონი თუ არ ცდები. და დღეს დღესდღეობითო იმათვე იციანო თუ ეს ობიექტი ვინ ააშენაო და რა დროს აშენდაო. ეს არ იყო რუხების ბაზა და ეს არ იყო რუხების ტექნოლოგია. წამყვანი ეკითხება, შენ საიდან გაიგიო ეს ინფორმაცია? მე ეს ინფორმაცია ჩავიგდიო ხელში ორი ადამიანის დახმარებით, რომლებიც იქ რომლისთანაც ერთად მე იქ მუშაობდიო და ერთი ადამიანიო ამ ორისგან იყო ოპერატორი და ამ მომენტში ოპერატორი ნიშნავს იმ ადამიანს, რომელიც იყო მეცნიერი, ინჟინერი და რომელიც მუშაობდაო ობიექტზე, ამ წყალქვეშა ბაზაზე. და ეს პროექტი ზღვის კარიბჭეები იყო მთავარი ოპერაცია, მაგრამ ამ ოპერაციაში შედიოდა პროექტი უпростоრად. პროექტის დასახელება ეს ზღვის კარიბჭეები, მაგრამ ამ პროექტში შედიოდაო ბევრი ქვეპროექტები, მაგრამ მთავარი იყო ეს პროექტი ამ ესე იგი საერთო ასე ვთქვათ მთავარი მნიშვნელობა მიეკუთვნებოდაო ამ მთავარ პროექტს ზღვის კარიბჭეები. ეს იგივე ემყაუტრასავით იყო, რომლის ქვეშ იყო ჩადებული ბევრი ქვეპროექტები. ულტრაშიც ასე იყო. პროექტ ზღვის კარიბჭეებს ჰქონდაო რამდენიმე, უпростоრად პროექტი ზღვის კარიბჭეები შედგებოდაო რამდენიმე ქვეპროექტებისგან. ხო, ეს ბაზაო, ამ ბაზის დიდი ნაწილი არისო სიღრმეში ამ ოკეანის ფსკერის ქვეშ ნაწილი და ნაწილი განლაგებულია წყლის ქვეშ. ანუ გამოდის მიწის ქვეშ, მაინც მიწის ქვეშ იგულისხმება. ასე რომ ეს ბაზა არ არისო პატარა ტერიტორია, არამედ შეიცავს დიდ ტერიტორიას, რომელშიც შედისო ზღვის ფსკერის სიღრმეც და წყლის ქვეშა ტერიტორიაც. და ეს ყველაფერი მაჩვენესო მე, როდესაც გამომიძახესო 2008 წელს ჯარში. ხო, ეს მოხდაო მაშინ, როდესაც მე გამომიძახესო საჯაროდ ისევ 2008 წელს. და წამყვანი ეკითხება და შენო ეს ყველაფერი, ამას ყველაფერს როგორ იღებდიო, როგორ რას ფიქრობდი ამის შესახებ და ერონ მაკოლუმმა უპასუხა, რომ მეო ეს ყველაფერი მეგონაო галлюცინაციები. ადრე ხომ ეს ყველაფერი მეჩვენებოდაო და ის კი არა 2006 წელსო თავი კინაღა მოვიკალიო, რადგან მომბეცდაო ეს ყველაფერი და გადავწყვიტიო ამ ქვეყნიდან წასვლა, რადგან ძალიან შემაწუხაო უtildeობამ დავიღალიო ყველაფრისგან. დამხალავო ღამის კოშმარებმა, დამხალავო უცებ გამოხვიდებამ ამ კოშმარების შემდეგ. მე ვხედავდიო სიზმარში ამ მოვლენებს აფეთქებასავითო, ვაგიეთ, ამ მოვლენებს ვხედავდიო აფეთქებასავითო, ვიღვიძებდიო სულ სხვა ქალაქებში და არ მახსოვდაო თუ ამ ქალაქებში როგორ მოხდიო. ეს იყო სრული ქაოსი ჩემ ცხოვრების. წამყვანი ეკითხება, შენ რას ფიქრობ, რამდენი ავტორი ყავსო? რა არის ავტორი? მე ბევრჯერ აგეხსენით თქვენ თუ რა არის ავტორი? ავტორი არის ალტერნატიული პიროვნება, ანუ ვინც ბავშვობაში მოხდა საიდუმლო პროგრამებში, ამ ბავშვებს აწამებდნენ, მე თქვენ მოგიყვანეთ პენიბრელის მაგალითი და პირადად პენიბრელის ყავს 2060 ავტორი. მაგრამ
ყველა არ ყავს მოძებნილი, ყავს რამდენიმე მოძებნილი და აგრეთვე ერონ მაკოუს ყოლია ავტორები და ეს ავტორები იქნება, როდესაც ბავშვებს აწამებენ, როგორც დაცვითი პროცესი, როგორც დაცვა ბავშვების ფსიქიკისა, მაგრამ ავტორი შეიძლება გამოყო დიდი სწამებითაც, მაგრამ როდესაც დიდ ადამიანს აწამებ, მაგდენი ავტორი არ გამოიყოფა. დიდი რაოდენობიდან შეიძლება საერთოდ არ გამოყოს წამებისას ავტორი ადამიანმა. ბავშვებთან უფრო იოლათას საქმე. მე გეტყვიო, რომ მე შემატყობინესო და შემდეგ უკვე ფაქტები დადგინდაო, რომ და მე მყავსო მოწმეები, გამომშკარავებლები, ინსაიდერებიო, რომლებიც იძროდნენ ინტერვიუებს, პროექტ კამელონს აძლევდნენ ინტერვიუს. ყველა ეს ხალხი იყო მოწმე, ჩემი 12 ავტორისაო. ამ ხალხმა იციანო, ესე იგი, რომ ერონ მაკოლუმს ყავს დაზუსტებით იციან, რომ ყავს ამას 12 ავტორი. მაგრამ ის რაც მე შემატყობინეს, თუმცა მე არა ვარ ჯერ ამაში დარწმუნებულიო. მე სრულ ჯამში მყავსო 31 ავტორი. ალტერნატიული პიროვნება. მაგრამ მე ამის მტკიცებულებები ვერ შევაგროვიო ამ 31-ის, მაგრამ 12 ავტორი რომ მყავსო, იმისი მოწმეები მყავსო. როგორც მე გითხარითო ამ პროექტის ქვეშ, ამ პროექტ ზღვის კარიბჭეების ქვეშ იყო ბევრი ქვე პროექტები და ერთ-ერთი ეს ამ ქვე პროექტიდან იყო სახელწოდებით ომეგა. და ომეგა, პროექტი ომეგა ქმნის უსულო არსებებს, ანუ ის გულისხმობს ადამიანების კლონებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ცნობიერება და ამ კლონების ხელს იყენებენ იმისთვის, რომ შიგ ჩაატიონ სხვების ცნობიერება. აგრეთვე ომეგა ეს არის გენეტიკურად პროექტირებული არსებები, ანუ ეს გულისხმობს ეს მე რომ ეხლა ვთქვი გენეტიკური სკონსტრუირება ადამიანებისა, ამას კიდევ უწოდებენ ტურების პროექტს. ტურების პროექტს. პროექტ შაკალავ. ტურების პროექტს. ეს იყო იგივე პროგრამა სუპერ ჯარისკაცებისა, მაგრამ აქ ესენი გენეტიკურ დონეზე ურევდნენ ადამიანების და ტურების დნმ-ს ერთმანეთს. ანუ მოდიფიცირებას უკეთებდნენ უკვე ტურების დნმ-ის დამატებით ადამიანებს. რადგან იყო დადგენილიო, რომ ტურები არიანო ძალიან ძლიერები. პროექტ ზღვის კარიბჭეებში კი ისინი იყვნენ დაკავებული ცხოველური წყალქვეშა ცხოველების ასპექტებით. და ამ პროექტში, ამ ზღვის კარიბჭეების პროექტში ისინი ურევდნენ ადამიანის და დელფინების დნმ-ს ერთმანეთს, იმისთვის რომ შეექმნათ წყლის სახეობა სუპერ ჯარისკაცისა, რომელიც ფლობდეს იქნება ტელეპათიით, ეკოლოკაციით და ექნებათ შესაძლებლობა, ანუ შეძლებენ სუნთქვის შეკავებას წყალქვეშ დიდხანს, უკეთესად ესე იგი უკეთესად შეძლებენ ადაპტირებას სიცივესთან, თუნდაც დელფინებზე უკეთესად. წამოიდგინეთ, თუმცა დელფინებს აქვთ ამის უნარი, მაგრამ ამათ უფრო მეტი უნარი ექნებათ ამ მხრივ. თვით დელფინებს კი შეუძლიათ თავისით შეცვალონ სხეულის ტემპერატურა, ხო, იქიდან გამომდინარე სად იმყოფებიან ტერიტორიულად, მიცურავენ არქტიკიდან ეკვატორისკენ თუ პირიქით. წამყვანი ეკითხება, შენ რომ თქვიო გენეტიკურ დონეზე ხდებაო ამათი შეჯვარედინება, ამათი გენების შეერთებაო, საერთო ჯამში ვის მსგავსებიანო ის არსებები, რომლებიც გამოდიანო
ამათი დნმ-ების შეერთებიდანო. შეჯვარედინება ამას არ ქვია. დნმ-ის დონეზე, მოლეკულარულ დონეზე ხდება, გენურ დონეზე ეს ასე ვთქვათ, შეერთება. რსეკვირელიაო თავიდან პასუხობს ერონ მაკოლუმი, იყო უიღბლო ექსპერიმენტი. მე ახლა თქვენ განახებთ ფოტოს, რომელიც წარადგინა ერონმა, არ შეგეშინდეთ, ეს არის ადამიანის და დელფინის შენარევის შედეგი. მაგრამ მგონი აქ ეს არსება გვტარია. მაგრამ მე მაინც მინდა ეს თქვენ გაჩვენოთ. მე მგონი დროა შეეჩვიოთ. ჩემ არხზე მე თანდათანობით უკვე ასე ვთქვათ დაგიდებთ ისეთ რაღაცებს, რომ სჯობს აქედან დაიწყოთ თქვენი ნერვული სისტემის გაძლიერება. ცუდად რომ არ გახდეთ. ხო, მინდა გითხრათ, ვისაც სუსტი გული გაქვთ ან ემოციურად ძალიან ემოციური ხალხი ხართ, სჯობს ეს ფოტო არ ნახოთ. ახლა მე თქვენ ამ ფოტოს გაჩვენებთ. არ შეგეშინდეთ, პანიკაში არ ჩავარდეთ. ამაზე ვარისი ექსპერიმენტები ტარდება. ტარდებოდა, ახლა არ ვიცი. ადრე ტარდებოდა. აი ეს არის უიღბლო შენარევი დელფინის და ადამიანის დნმ-ისა. ნახეთ, ეს სრული ფოტოა. ნახეთ. თითქოს დელფინია, მაგრამ ადამიანის მაგორის სახე აქვს და თათები, არ ხედავთ? ხელები არა მთლად, მაგრამ ახლა ახლოდან მინდა გაჩვენოთ აგერ რა. ეს არის სახე. დააკვირდით. ოღონდ ძალიან თქო პანიკაში არ ჩავარდეთ. ამაზე ვარისი ექსპერიმენტები იყო ჩატარებული. მე მგონია ეს არსება საერთოდ არ გაქვს, უბრალოდ არ გამოვიდათ ისე, როგორც მათ სურდათ. და ეს არსებები არ იყო მათთვის სასურველი, ანუ უიღბლო არსებები გამოვიდათ, არ გამოვიდათ ის არსებები, რომლებსაც ელოდებოდნენ. ანუ ეს იყო უიღბლო ექსპერიმენტი ამ ეტაპზე. და პერიოდულად ტარდებოდაო წყალქვეშა სწავლებებიო და ამათგან რომელიმე შეეძლო გაქცევა. და ამიტომ ეს რომ არ მოხდარიყო, ბაზაზე წყლის ქვეშ ქონდათო შემოღობილი აუზი და ამ აუზში ატარებდნენო ვარჯიშებს, სწავლებებს. და წამყვანი ეკითხება, როგორ გამოიყურებიანო ახლა ისინი? ერონ მაკოლუმი პასუხობს, რომ ისინი აკეთებდნენ ორ ვარიანტს. ერთი გამოიყურებაო როგორც ადამიანი, მეორე გამოიყურებაო როგორც დელფინი. წამყვანი ეკითხება, და რაში შედგებოდაო შენი როლი ამ პროექტში? ჩემი როლი შედგებოდაო იმაში, პასუხობს ერონ მაკოლუმი, რომ პირველი მე მუშაობდიო სუფთა დელფინებთან. მე ჩამსვეცო ძალიან პატარა ჯგუფში და ამ პროგრამის ნაწილი იყო ჩვენ სუპერ ჯარისკაცებს უნდა გვესწავლაო რაღაცები, რაღაც უნარები, რომელიც გააჩნდათო მხოლოდ დელფინებს. ანუ გამოდისო, რომ დელფინები გახადენო, ეს სუფთა დელფინები ჩვენი ინსტრუქტორები. და ერთი ამათგანი იყო ეხოლოკაციის სინქრონიზაცია. მას რას ნიშნავსო ეს ეხოლოკაციის სინქრონიზაცია? რამდენიმე კვირის წინო, ახლა ამბებში მოხდაო 10 წლის ბავშვი, რომელიც დედამისმა წაიყვანაო დელფინარიუმში და მან ისწავლაო ეხოლოკაცია და ახლა მას არ ჭირდებაო ტროსტი, ჯოხი, ბრმები რომ ატარებენ, ვისაც ხედულობა აქვთ დაქვეითებული. ამ ჯოხის გარეშე მშვენივრად გადაადგილდებაო, რადგან ეხოლოკაცია ისწავლაო. და წამყვანი ეკითხება, რას ნიშნავსო ეხოლოკაცია? ერონ მაკოლუმი პასუხობს, რომ ეხოლოკაცია არის ბიოლოგიური რადარი. როდესაც იგზავნება ტალღა, ის უკუიგდება ობიექტიდან, ბრუნდება უკან და მასზე შეიძლება გაზომო რაზომისა ობიექტი და რამდენად შორსა იმ პიროვნებისგან განლაგებული, რომელსაც ხედულობა
აქვს დაქვეითებული. წამყვანი ეკითხება, შენო თქვიო რომ მუშაობდიო დელფინებთან, მაგრამ რისთვის? ერონმა აკოლუმბი პასუხობს, იმისთვის რომ ეხოლოკაცია შემესწავლაო. და ამ პროგრამაში საზღვაო კარიბჭეები იყო აგრეთვე უცხოპლანეტელების ნაწილიც, რომელიც ადვენებთან ერთად ატარებდნენ გამოკვლევებს, მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით გეტყვითო. და მთავარი მისანი ამ პროექტისა ზღვის კარიბჭეები შედგებოდაო იმაში, რომ იქ იმ ადგილას იყო მართლა კარიბჭე, ნამდვილი კარიბჭე. ეს არის კარიბჭე, რომლის გამოყენება შეიძლება და ის იმდენად უნიკალური კარიბჭეა და მე მითხრესო, რომ ის არის ერთადერთი ასეთი, რომელიც ფუნქციონირებს პლანეტაზეო და ირანში რომ მიპოვეს კარიბჭე, ის არის მე-10 რიცხობრივად, მე-10 კარიბჭე. ხო, და ჯერჯერობით ის არის ერთადერთი, რომელიც აქტიურიაო პლანეტაზე. ეს საზღვაო კარიბჭე, რომელიც მდებარეობს პუერტო რიკეს სანაპიროდან მოშორებით, ცოტა წყალში, შიგნით, წკერზე. ამ კარიბჭეს გამოყენება შეიძლება სივრცეთაშორისო გადასაადგილებლად, სამოგზაუროდ, აგრეთვე სხვა პლანეტებზე გადასაადგილებლად და თუ ამ კარიბჭეს დააწყობ სწორ არხებზე, შეიძლება ეს კარიბჭეები გამოიყენო დროში სამოგზაუროდ. გუნდი, რომელშიც მე ვიყავი, ამ გუნდის სახელწოდება იყო ჩასავუიე, ანუ კი სიტყვა ჩასავუიე ამ სიტყვის ფუძე არის საათი, მაგრამ აქ საათზე არა პირდაპირ გაგებით საუბარი, აქ უფრო შეიძლება ეს სიტყვა გადაითარგმნოს როგორც ცველები. და ეს გუნდი იყო ძალიან კარგად მომზადებული ადამიანების გუნდი, რომლებსაც შეეძლო წყლის მიმართ ადაპტაცია კონკრეტული წესით, რადგან კარიბჭე იმყოფება განლაგებულია უფრო სწორად წყლის ქვეშ. ეს საზღვაო კარიბჭეები, რომლებიც აგრეთვე არის განლაგებული სხვა ადგილებშიც, იმყოფებიან წყლის ქვეშ. და მაგათმა დასაწყისში რა გააკეთეს, იცით? 20 წლის უკან მიახლოებით 20 წლის უკან მაგათმა აგზავნიდნენ ხალხს ამ კარიბჭეთი და ისინი არ ბრუნდებოდნენ. შემდეგ მაგათმა გააგზავნენ დრონები ამ კარიბჭეთი, გააგზავნეს დრონები და დრონები, რომლებიც ფოტოებს იღებდნენ, გაარკვიეს, ამ დრონების მეშვეობით გაარკვიეს, რომ ხალხი დაიღუპა, მაგრამ ძალიან მძიმე ტრავმებით. და ეს ხალხი არ იღუპებოდა იმის გამო, რომ მათ შეეჯახენ იქ რაღაც ნეგატიურ რასას, არა. ჩვენ არა ვართ ერთადერთი პლანეტა, სადაც არის წყალი, მაგრამ სხვადასხვა პლანეტებზე ეს წყალი, ამ წყალს აქვს სხვადასხვანაირი შემადგენლობა და აქვთ სხვადასხვა ხასიათი, დამახასიათებელი ნიშნები უბრალოდ. და ამიტომ ამ დრონების საშუალებით მათ შეაგროვეს სხვადასხვა ადგილას წყალი და მათ აქვე ნახა ნიმუშები ამ წყლებისა, რომლებიც არის შეგროვილი სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა პლანეტებზე. და ჩემ დროს, როდესაც მე იქ მსახურობდი, მათ ჰქონდათო აკლიმატიზაციის ოთახი. მათ ჰქონდათ რეზერვუარები წყლის ცავზე და ამ წყლებს ჰქონდათ სხვადასხვა შემადგენლობა და ისინი იქ ხანდახან ამ წყალში ათავსებდნენ დელფინებს, ხანდახან ადამიანებსაც, მაგრამ ამ წყალში, ამ გამოსასწორ წყლებში ისინი ათავსებდნენ ისეთ დელფინებს და ისეთ ადამიანებს, რომლებიც მათ არ სჭირდებოდათ. ალბათ ამაში შეიძლება იყო გარეული გატაცებული ადამიანები ან დელფინები, რომლებიც მათ არ გამოადგებათ. თავს იცოდნენ, ეგ მოგტეს ან დელფინი ან ადამიანიო, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ
არც ერთი არც დელფინებიდან და არც ადამიანებიდან ამ წყლებში არავინ დებოდა და ასეთი ადამიანები როგორც ჩვენ ვართ სუპერჯარისკაცები X-ის ადამიანებიო უძებნენო ამას ჩვენ აღმოჩნდითო ანომალია ანუ ჩვენზე ჩვენ ყველა წყალში გვძნობთო თავს მშვენივრად ყველა წყლის მიმართ ადაპტაცია გავიარეთო და ჩემნაირი X-ისნაირი ადამიანები იყო არჩეული იმისთვის რომ ჩვენ ამ კარიბჭებში გავსულიყავით უფრო მაღალი პრიორიტეტის მისიებისთვის აგრეთვე ეს ობიექტი მუშაობდაო ამერიკის გალაქტიკურ ფლოტთან და კოსმოსურ მეთაურობასთან და ძალიან ბევრი ადამიანი მსახურობსო კოსმოსურ სამეთაურო პუნქტში მიახლოებით 100,000 დედამიწელები 100,000 დედამიწელები მსახურობენ იქ მე მაგზავნიდან ყველგან ყველა დროში მე დუკანმა და X გვინდოდათ ერთობლივი ინტერვიუ ჩაგვიტარებინა რომ დაგვემოწებინათ ერთმანეთის ნათქვამი იყო ბევრი ოპერაციაო რომელიც ტარდებოდაო კამბოჯაში ჯერ კიდევ 60-იან წლებშიო და ჩვენ სამივეს გვახსოვსო რომ ჩვენ იქ მონაწილეობდითო მე დავიბადიო 78 წელსო ხო პირველი ასპექტი რომელიც შედგება ამ ექსპერიმენტების სახით ეს არის ადვიანი და დელფინის ჰიბრიდიზაცია რომელიც ახალაც ხდება ახალაც აწარმოებენო ამ ექსპერიმენტებს და დღეს არის 27 მაისი ესე იგი ჯერ კიდევ იქ გრძელდება ეს პროცესები და ჯერ კიდევ ანვითარებენ და იგონებენ უკეთეს ტიპებს ამ არსებების და ეუბნება წამყვას იყავიო დარწმუნებული იმაში რომ ისინი იქმნიანო მთელ ჯარს კი ისინი გამოიყურებიან უფრო ვიდრე დელფინები მაგრამ არიან ისეთებიც რომლებიც გამოიყურებიან უფრო როგორც ადამიანი და ისინი კარიბჭეების მეშვეობით იღებენ ამ ჰიბრიდებს რომლებსაც ქმნიან სუპერ ჯარისკაცების ვარიანტში რომლებსაც არ გააჩნიათ სული და დამკვირვებლების ჯგუფის მეთვალყურების ქვეშ რომლებიც ილარიან სავარძლებში და იქიდან თვალებენ ამას ყველაფერს და ამ არსებებს იყენებენ უფრო ერთჯერადი მისიებისთვის სადაც სხეულ შეიძლება დაიღუპოს მაგრამ ცნობიერება უბრუნდება თავის პატრონს აგრეთვე ამ ბაზაზე არის სექტორი რომელიც იმართება რეპტილიებით და რუხებით და არა მარტო იმათი არამედ სხვა იქ არიან სხვა რასის წარმომადგენლებიც სხვა ცივილიზაციების წარმომადგენლებიც უცხო პლანეტების წარმომადგენლებს გულისხმობთ მე ეს პროექტი ზღვის კარიბჭეები აგრეთვე არის ეს ბაზა სადაც ეს პროექტი ტარდება არის შეერთებული მიწისქვეშა მატარებელს რომელსაც გააჩნია მაგნიტური ბალიშები რომელიც მიემგზავრება ვალტექსში ეს არის კუნძული და ისაც არის ისო ხალხმა არისო ეს ინფორმაცია ახლა რომელსაც გეტყვიტო კარიბის ბასეინში არისო განლაგებული 12 წყლისქვეშა და მიწის ბაზები მხოლოდ კარიბის ბასეინში წარმოგიდგენიათ მაგრამ ამ 12 ობიექტიდან მხოლოდ 2-ს მართავენ ადამიანები დანარჩენს მართავენ უცხო პლანეტელები და ამათ ობიექტზე სადაც იმართება უცხო პლანეტელებით ადამიანები არ დაიშვებიან და ერთ-ერთი ბაზა არის განლაგებული პუერტო-რიკოში სადაც ტარდება ყველაზე მეტი დაკვირვება და თუ იქ გამოჩნდა რამე უცხოპლანეტარული ობიექტი ამის შესახებ ეს არ გასაჯაროვდება ეს ინფორმაცია არ გადის რადგან 95%-ო ინფორმაციის 95% რჩება იქ რადგან ეს არის ძალიან დიდი მასშტაბურად დიდი ტერიტორია და ობიექტები 12 ობიექტი რომლიდან 2 იმართებაო ადამიანები და დაიშვებიანო ადამიანები ანუ იმართება ამერიკის ალტიკი და პროსი
ხო, და სხვა ბაზა 10 ბაზა იმართება უცხო პლანეტელებით, მაგრამ ეს უცხო პლანეტელები არ არიან მხოლოდ რუხები და მხოლოდ რეპტილოიდები. არა, და ამ უცხო პლანეტელებში არიანო აგრეთვე პოზიტიური უცხო პლანეტელები. ყველა არ არის ნეგატიური. და ერთ-ერთი მათგანი არიანო სირისურანელები, დედა როგორ მებრება ხანდახან ენა. სირიუსიდან და რომლებსაც აქვენო ლურჯი ფერის კანი. აგრეთვე იქ არიანო უცხო პლანეტელები არქტურიდან. არქტურიანელები არიანო ადამიანის მაგვარი, მაგრამ მე გულისხმობ იმას, რომ ისინი მათ აქვენო ორი ფეხი როგორც ადამიანებს, მაგრამ ისინი თათ ადამიანებს არ გავარიანო. ხო, ისინი მათ ურჩევნიათ მეხუთე განზომილებაზე დარჩენა, მაგრამ მათ შეუძლიათ უფრო მაღლა ავიდნენ. მე ალბათ ამ ვიდეოს აქ შევაჩერებ, ბევრი არაფერი დარჩენილი და რომ მოვძებნი სხვა ნაწილებს, იმ ნაწილებსაც გადაგითარგმნით. ამ ჩართვაზე თუ არა, შემდეგ ჩართვაზე მაინც. დროებით. მადლობა ყურადღებისთვის.